თუ გინდა რომ ბებიაშენი გახდეს MMA-ის ხომაგი, მაშინ ჯასტინ გეიჯის ბრძოლები უნდა აჩვენო და დამიჯერო რომ ბრძოლების დროს შენ არასდროს არ მოგაკლდება მოხარშული სიმინდი, ძაღლს კიდევ მოხარშული ქათამი. ამ მომენტისათვის ზუსტად უცნობია ვის შეხვდება ილია თოფურია, იმის მერე რაც გათიშა ჩარლზ ოლივერა. თუმცა ვიცით რომ 70 კილოგრამში არსებობს 4 კანდიდატი. პირველი არის პედი პიმბლეტი, რომელიც ოლივერასთან ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიასთან ავიდა გალიაში და ილია თოფურიამ მას ხელი კრა. მათ კაი ისტორია აქვს. მეორე კი არის მაქს ჰოლუეი, რომელიც სპეციალურად ამოვიდა 70 კილოგრამში და სურს ილიასთან BMF-ის ტიტულზე ბრძოლა. სხვათა შორის თქვენს უყურეს გახსოვთ რა დღეში ჩააგდო პირველ ბრძოლაში ილია თოფურიამ გიჟი მაქსი. მესამე არის არმან სარუკიანი, რომელიც ძალიან ცუდად იკმინება და იძახის რომ საქართველოში ის უფრო პოპულარული და საყვარელი მებრძოლია და აი ამაში ის ძალიან მაგრად ცდება. ამ სამ მებრძოლზე მაქვს გაკეთებული 3 დოკუმენტური ფილმი, შეგიძლიათ გადახვიდეთ არხზე და გაეცნოთ ამ მებრძოლების სიცოცხლე, ისტორიებს და ბრძოლებს. დღეს კი გაგაცნობთ მე ჯასტინ გეიჯის. იქამდე სანამ ამას გავაკეთებთ, ჩემი და დუსოს თხოვნა იქნება გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. მე კიდევ ვიწყებ. გაიცანით UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მებრძოლი ჯასტინ ჰაილაით გეიჯი. ჯასტინ გეიჯი დაიბადა 1988 წლის 14 ნოემბერს არიზონის შტატში ქალაქ ტუსონში. მაღაროელების ოჯახში. მამამისი ჯონ რეი წარმოშობით არის გერმანელი, დედა კი კაროლინა არის მექსიკელი. ჯასტინს ჰყავდა ტყუპი ძმა მარკუსი და 2 და. დედამისის თქმით ჰაილაითი ბავშვობიდანვე იყო გიპერაქტიული, როგორც იხსენებს მშობელი. 2 წლის ასაკში ჯასტინს ლეკუმა უკმინა. ბავშვი მთელი დღე დაძდევდა ლეკს და როდესაც მან ის დაიჭირა, სამაგიერო გადაუხადა. გეიჯი მას უკმინა ლეკს და თან ისე რომ საჭირო გახდა გაშველება. მაშინვე ჩანდა რომ მომავალი სპორტსმენი არავის არაფერს უბრალოდ არ დაუთმობს. ხო, ბავშვობაში ცოტათი გიჟი ვიყავი. მახსოვს ერთხელ ფუნქციების მაღაზიასთან მივედი. მომეწონა ნამცხვარი, მაგრამ მაღაზია დაკეტილი იყო, ხო და დიდხანს არ მიფიქრია და ჩავარტყი თავი ფანჯარას და გავითიშე. ეს ჩემი პირველი ნოკაუტი იყო ცხოვრებაში. გეიჯი ბავშვობიდანვე სპორტში იყო, 4 წლიდან სკოლაში ის ჭიდაობით იყო დაკავებული, ასევე აქტიურად თამაშობდა უფროს კლასებში ამერიკულ ფეხბურთს და ბეისბოლს. სკოლის დამთავრების შემდეგ გეიჯი თავის ძმასთან ერთად იწყებს მუშაობას სპილენძის მაღაროში, სადაც მუშაობდნენ მისი მამა და ბაბუა. თუმცა ჰაილაითს ეს სფერო არ მოეწონა და მალევე გადაწყვიტა რომ ოფს და სისხლს ის სხვა სფეროში დაყვრიდა. კი, მაღაროში მუშაობა ძალიან რთულია, მაგრამ ანაზღაურება შესაბამისია. ბევრისთვის ეს ოცნები სამსახურია. თავისი უმაგრესი დაზღვევით და მაღალი პენსიით. მაღაროში ჩემი და ჩემი ძმის როლი იყო ექსკავატორის გასუფთავება მიწებებული ნარჩენებისგან. სახლში ყოველთვის გამორული და განადგურებული მოვდიოდი. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გეიჯიმ უნივერსიტეტში ჩააბარა ჰუმანიტარულ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც აგრძელებდა პარალელურად უნივერსიტეტის ნაკრებში ასპარეზობას ჭიდაობაში, რის გამოც სტიპენდიასაც იღებდა. გეიჯი თავისუფალ ჭიდაობაში შტატის ჩემპიონი გახდა, ირიცხებოდა ამერიკელების საუკეთესო მოჭიდავეების სიაში და არაერთ ტურნირში გადიოდა საპრიზო ადგილებზე. როგორც ბევრ სხვა მოჭიდავემ, გეიჯიმ გადაწყვიტა ბედი ეცა და MMA-ში. მშობლებს ეს აზრი მოეწონათ და შვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. მშობლებმა დიდი ვალები აიღეს ჩემი მზადების გამო. ისინი არც ერთ ბრძოლას არ ტოვებდნენ, მხოლოდ 2 შერკინებაზე არ იყვნენ. ჩემს პირველ ბრძოლაზე მოყვარულებში, რადგან მე ამის შესახებ მანდ არ უთხარი და როდესაც ტონი ფერგიუსონს შეხვდი, მაშინ პანდემია იყო. ნიშნულობა არ აქვს, ვიგებ თუ ვაგებ, ისინი ყოველთვის გვერდში მიდგანან, ეს ჩემთვის დიდი мотиваციაა. ჰაილაითმა თავისი კარიერა დაიწყო 2008 წელს მოყვარულებში. 3 წლის განმავლობაში მან 7 ზედიზედ ბრძოლა მოიგო. მაგ დროს გეიჯი ჩხუბის აზრზე არ იყო, ძირითადად შეხვედრებს იგებდა ფიზიკური ძალით და ჭიდაობით. ერთ დღეს მან გაიცნო ტრევორ ვიტმანი, მოკრივე, რომელმაც ჯანმრთელობის გამო დაასრულა პროფესიონალური კარიერა და გახდა კარგი მწვრთნელი. მის მერე 16 წელზე მეტი გავიდა. ვიტმენი და გეიჯი კი ისევ მუშაობენ ერთად და არიან კარგი მეგობრები. 2011 წლის 20 აგვისტოს გეიჯიმ თავისი პირველი პროფესიონალური ბრძოლა გამართა კევინ კრუმთან, რომელიც მაგ დროს დაუმარცხებელი იყო და პროფესიონალებში 4 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა. ჰაილაითმა ის პირველივე წამებზე გადაიყვანა მიწაზე და კევინმა ის დაიჭირა ხელზე მტკივნეული. თუმცა გეიჯიმ აწია კრუმი თავისი არმბარიანად და ეფექტური გდებით გათიშა ის. თავისი დებიუტის მერე გეიჯიმ ადგილობრივ პრომოუშენში კიდევ 3 შეხვედრა ზედიზედ მოიგო და 2012 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს Rage in the Cage-ის პრომოუშენთან, სადაც მას ოქტაგონში დახვდა დებიუტანტი სემ იონგი. ეს შეხვედრა 2 რაუნდს გრძელდებოდა. სემა გეიჯის დიდი წინააღმდეგობა გაუწია. თუმცა ჰაილაითმა გაიხსენა, რომ ის პირველ რიგში არის მოჭიდავე და გადაიყვანა ბრძოლა პარტერში, სადაც მალევე დაახრჩო ის, რითიც მოიპოვა ამ პრომოუშენის ქამარი. სხვათა შორის ეს ჯასტინის პირველი და უკანასკნელი გამარჯვება იყო საბმიშენით, ამის მერე დღემდე მან 17 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო და დღეს ჩვენ ვნახავთ მის ყველა ფინიშს.
ზუსტად ამ კვირაში ჰაილაითი ისევ ოქტაგონში იდგა რეი ჩენზი კეიჯის ტიტულის დასაცავად UFC-ს ყოფილ მებრძოლთან დრიუ პიკეტთან. ეს შეხვედრა მალევე დასრულდა. ჰაილაითმა თავისი გამოცდილი მეტოქე 12 წამში დაანოკაუტა, შეასრულა თავისი საფირმო სალტო და წარმატებულად დაისვა ტიტული. 26 დღეში ჯასტინი ტიტულს იცავს ედრიან ვალდესთან. ამ ბრძოლის პირველ რაუნდში ჰაილაითი შეუჩერებელი იყო. შედიოდა თამამად განწირულ ცულებში, უნადგურებდა ვალდეს ფეხებს თავისი ლოუ-კიკებით და რაუნდის ბოლოს ეფექტური ტეიქდაუნით გადაიყვანა ის მიწაზე, სადაც ამ ბრძოლის მონაკვეთი დიდი უპირატესობით თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდის დასაწყისშივე გეიჯიმ უძლიერესი მარჯვენა ოვერჰენდით წააცია თავისი მეტოქე და იმ წამსვე დააფინიშა ის მიწაზე. სამთვეში გეიჯიმ 3 სატიტულო ბრძოლა მოიგო. დადგა დრო უფრო სერიოზული ორგანიზაციის ძებნის და სწორედ მაგ დროს მას შესთავაზეს კონტრაქტი WSOF-ის პრომოუშენში. ჰაილაითის პირველი მეტოქი ამ ორგანიზაციაში იყო გამოცდილი ბრაზილიელი გასიას კავალკანტე. ჰაილაითმა თავისი განწირული ჩეხაობით პირველივე წამებზე შეაყვარა თავი მაყურებლებს. ამ შეხვედრაში გეიჯი იმდენად აგრესიულად ჩხუბობდა, რომ პირველივე რაუნდის შუაში გადაუხსნა შუბლი ბრაზილიას და ექიმმა გააჩერა კავალკანტეს გასისხლიანება პულსის დაცემამდე. ჯასტინმა კი ნოკაუტით აღნიშნა თავისი სადებიუტო შერკინება ახალ ორგანიზაციაში და მოიპოვა მერვე ზედიზედ გამარჯვება პროფესიონალებში. That's it. JT Cavalcanti is not happy about it. He doesn't, he's not feeling the pain. So Justin Gaethje. შემდეგი ჰაილაითის ოპონენტი იყო ბრაიან კობი, რომლის რეკორდიც იყო 20 გამარჯვება და 5 მარცხი. ეს შეხვედრა 3 რაუნდს გრძელდებოდა. გეიჯიმ პირველივე რაუნდში თავისი მოჭირავის კარიერა გაიხსენა და თითქმის მთელი ბრძოლის მონაკვეთი წარიმართა მიწაზე. Gaethje is looking for them. Just 8 professional fights, but his composure inside. Here comes the boom. მეორე რაუნდში გეიჯი ჯებებს ვერ გაურბოდა, თუმცა ერთჯერადად თვითონაც პეთქდებოდა. ბრძოლის მეორე მონაკვეთში ჰაილაითმა ჩართო თავისი ცელივით ბასრი ლოუ-კიკები და რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. Gaethje keeps coming forward. We will go to the third and final round. ბრაიანის განადგურება ლოუ-კიკებით მესამე რაუნდშიც გაგრძელდა. გეიჯიმ ისე დღეში ჩაუგდო მას ფეხები, რომ ბრაიანი დანებდა. ეს იყო ჰაილაითის მეცხრე ზედიზედ გამარჯვება ტრადიციულად ფინიშით. Brian Cobb doing a great job of keeping Gaethje from Gaethje. Yeah, that was aimless jab there again. No good. He didn't run number 1, but they're gonna play defensive. He's still coming forward. Sure. Nice uppercut from Gaethje. With a throw combination, but they added a left hook. That would have been mine. That's why he's not going for the takedowns anymore. Oh, he can't go anywhere. It's over. That's it. Down there. Look at this. Oh, he ends with the left hook. 1 and out ball. Oh, yeah. Justin Gaethje. გეიჯის შემდეგი ოპონენტი იყო დენ ლოუზონი. პირველივე წუთებზე სპორტსმენები ეცნენ ერთმანეთს სვლაში, სადაც ჰაილაითი ბევრად ეფექტურად და აგრესიულად გამოიყურებოდა. რაუნდის მეორე ნახევრიდან გეიჯმა ამოქმედა თავისი მკვლელი ლოუ-კიკები და დაუშვა ლოუზონს ფეხებში. ჰაილაითმა ისეთ უბედურ დღეში ჩაუგდო ფეხები თავის მეტოქეს, რომ ის კოჭლობდა და ვერტიკალურად ვერ იდგა. Right hook left straight, love it. And now again it. It's like Lozon got hurt on that last kick. Yeah, these kicks are raining down punches again. Oh! Through the legs is a setup. Uh-oh. Lozon's in trouble. Dan Lozon is... He's going to get kicked out one more time. He can almost count out. Yeah. Gaethje, this is exactly what he does. And it looks like Dan Lozon will hold on and we will see a... ჯასტინმა თავისი მეტოქის დაინვალიდება მეორე რაუნდშიც გააგრძელა. დენ ლოუზონმა ვერ გაუძლო ამ ხელა წნეხს და ჰაილაითმა ეს ოპონენტიც დაანოკაუტა. The outside leg and the inside could be even worse. Oh, this whole week, every time he goes to the restroom. Oh, that's it. That is it. Levels. Look at that. And here was the end. Gaethje getting it done, and the TK.
2014 წლის 18 იანვარს გეიჯი მართავს სატიტულო ბრძოლას WSOF-ის პრომოუშენში, სადაც ხვდება რიჩარდ პატიშნობს, რომლის რეკორდის პროფესიონალებში იყო 6 გამარჯვება და 1 მარცხი. რიჩარდი ამ შეხვედრის მე-15 წამზე უკვე ნოკდაუნში იყო, თუმცა ადგა და შევარდა ცვლაში, სადაც გეიჯი თავისი მჭრელი ლოუ-ქიკები აამოქმედა და ბადესთან დაიწყო მისი დალეწვა, იქამდე სანამ საჯმა არ გააჩერა ეს შეხვედრა. ჰაილაითმა თავისი სატიტულო ბრძოლა ამ პრომოუშენში ზუსტად 79 წამში მოიგო და მოიპოვა თავისი ზედიზედ მე-11 გამარჯვება. Ori 2014 წლის ზაფხულში გეიჯი იცავს ტიტულს ნიკ ნიუელთან, რომელიც მოდიოდა 12 ზედიზედ გამარჯვებით და XFC-ის პრომოუშენის ჩემპიონი იყო. ამ მებრძოლს ხელი არ ჰქონდა, საერთოდ არ ჰქონდა ხელი, მასზე მაგარი გადაცემა მაქვს გაკეთებული, ერთხელ მივწერე კიდევაც მაგ მებრძოლს და ეგრევე გამცა პასუხი, აი მოკლედ ძალიან მაგარი ადამიანია, ძალიან მაგარი ისტორია აქვს, გადადით გვერდზე გაეცანით ამას და აი 2 რაუნდის განმავლობაში ჰაილაითი მას აი რასაც ქვია ცემდა და ბოლოს საჯმა ვეღარ გაუძლო ამ განადგურების ყურებას და გააჩერა ეს ბრძოლა. ნუ რა ვქნათ, ეს სპორტია, თან ძალიან სასტიკი სპორტია, სადაც იმარჯვებენ ყველაზე საუკეთესოები. კი, ამ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯი უკეთესი იყო აშკარად, მაგრამ ნიუელის უტევდა კონტრშეტევებზე. გეიჯიმ ნიქს ჭიდაობა დაუბლოკა, ამიტომ თითქმის მთელი რაუნდი სპორტსმენებმა დგომში ჩეხაობით გაატარეს. რაუნდის ბოლოს ნიუელმა მოახერხა გეიჯის ფეხის დათრევა. ეს იყო შანსი გამარჯვების. ყველა ხვდებოდა, რომ ეს ამ ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ნიუელისთვის, მაგრამ ჯასტინ გეიჯი ახრეხებს გამოძრომას. მეორე რაუნდში გეიჯიმ ნიუელს შანსი არ დაუტოვა. მან მთლიანად გაასისხლიანა ნოტარიუსი. ის ჩანდა, რომ განადგურებული იყო. საჯმა ექიმებიც გამოიძახა ოქტაგონში, მაგრამ ნიუელმა მაინც გააგრძელა ბრძოლა იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ეს ბრძოლა ნოკაუტით დამთავრდებოდა და ესეც მოხდა. ნიკ ნიუელმა პირველი მარცხი განიცადა თავის კარიერაში, მაგრამ ის არ დანებდა. ის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა. ეს შეხვედრა დიდი სიმამაცის მაგალითი იყო. ჯასტინ გეიჯის ეს გამარჯვება მართლა არ უხაროდა. ის ერთი მომენტი მუხლებზეც დაეცა. მაგრამ რა ვქნათ, ეს MMA-ია. აქ თუ შენ არ დააგდე, სხვა აუცილებლად დაგაგდებს. World Series of Fighting Lightweight Champion of the World, Justin the Highlight Gaethje. შემდეგ იყო მელვინ გვილარდი. ეს შერკინება არ იყო სატიტულო, რადგან მელვინმაც წონა ვერ ჩააბარა. ამის მიუხედავად გეიჯი მაინც მიიღო გამოწვევა. 3 რაუნდიანი ჩხუბი მსაჯების გაყოფილ გადაწყვეტილებამდე მივიდა. პირველი 2 რაუნდი კი თანაბარი იყო მცირე გეიჯის უპირატესობით, მაგრამ მესამე რაუნდი თამამად შეგვიძლია ჰაილაიტს მივცეთ, რადგან მან საქმეში ჩართო თავისი მსერავი ლოუ-ქიკები და როგორც შედეგი ჯასტინმა თავისი ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა. This is World Series of Top. Bring them up. Yep. If not, let them survive this third double win and can't wait fighting. He still needs to fight at least one classifier this week. There it is. Melvin DeLarge barely tee off. They sure need to land that. As much as DeLarge is feeling. Trying to end this thing. And we'll go to the judges. Justin the Highlight Gaethje. 2015 წლის 28 მარტს გეიჯი ტიტულის დაცვის შეხვდა ლუის პოლომინოს. ის 3 რაუნდი დომინირებდა და ეს შეხვედრა მოიგო ნოკაუტით. Okay, this is what you're going to have to go out. I mean, the low kick, see it, don't you? Gaethje with the big jumping knee. Gaethje cuts down Palomino with the kick. He might finish it off here. Gaethje, great, has won it. Man, who is still champ when we come back. And of course, a night like this, what a great fight, but for every celebration. ზუსტად 6 თვეში ეს მებრძოლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს სარევანშო ჩხუბით ტიტულზე. მართალია პირველ რაუნდში პოლომინომ იაქტიურა და გაუშვა გეიჯი ნოკდაუნში, თუმცა ჰაილაითმა გაუძლო ამ თავდასხმებს და ერთ მომენტში კონტრზე ისეთი გაისროლა, რომ ბრძოლა იმ წამსვე დასრულდა ნოკაუტით. WSOF-ის პრომოუშენმა სპეციალურად დაუმარცხებელი გეიჯის მეტოქის გამოსავლენად 8 კაციანი ტურნირი მოაწყო, რომელზეც გამარჯვებული ბრაიან ფოსტერი გახდა.
ფოსტერი ყოფილი UFC-ის მებრძოლი იყო და იმ მომენტისათვის თავის პროფესიონალურ კარიერაში მოპოვებული ჰქონდა 26 გამარჯვება და 8 მარცხი. ამ სატიტულო შეხვედრაში გეიჯიმ ისე დაწყრილა თავისი მკვლელი ლოუ-კიკებით ბრაიანის ფეხები, რომ ის პირველივე წუთებზე წაიქცა და შეხვედრა დასრულდა. ჰაილაითმა თავისი რიგითი მე-16 გამარჯვება მოიპოვა, დაიცვა ტიტული, ფოსტერი კი ძლივს გაიყვანეს ოქტაგონიდან პირდაპირ საავადმყოფოში. Everybody give it up for the world champion, your own, Justin Gaethje. ბევრმა არ იცის, მაგრამ ამ ბრძოლამდე ჯასტინს მხედველობის პრობლემები ჰქონდა. ის თავის მეტოქეებს ბუნდოვნად ხედავდა და 2016 წლის მარტის თვეში მან გაიკეთა ოპერაცია. 6 თვის შემდეგ სამიზნე გასწორებულ გეიჯიმ კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა მიიღო, ამჯერად ის თავის ხამარს დაიცავდა ლუის ფირმინოსთან. პირველი 2 რაუნდი ძალიან აქტიურად წარიმართა. ბრაზილიელმა ჰაილაიტს ძლიერი წინააღმდეგობა დაახვედრა ოქტაგონში და მთელი ჩხუბი ინიციატივა გადადიოდა ხან ერთ მებრძოლის მხარეს, ხან მეორის. To the wind, but Firmino is right up and showing his striking skill. Yeah, Dan's going to take it. Dan Murgletta's going to take a point away. Justin Gaethje. მესამე რაუნდში გეიჯი ბევრად აქტიური იყო და თავის ლოუ-კიკებსაც ისროდა და ისე დღეში ჩაუგდო ბრაზილიელს თვალი, რომ ექიმა ის აღარ გაუშვა ბრძოლის მეოთხე მონაკვეთში და ჰაილაითმა გაიფორმა მორიგი ტექნიკური ნოკაუთი და მე-17 გამარჯვება. That's it. And still. რამოდენიმე თვეში WSOF-ის პრომოუშენმა შეცვალა თავისი ინვესტორები და ორგანიზაციას ახალი სახელი შეურჩიეს PFL-ი. სწორედ მაგ დროს გეიჯიმ მიიღო კონტრაქტი UFC-სგან და 2017 წლის ზაფხულში შეხვდა მსუბუქი წონის მეხუთე ნომერს მაიკლ ჯონსონს. პირველი რაუნდი სპორტსმენებმა დაიწყეს განწირული ჩეხაობით. საერთო ჯამში გეიჯი უკეთესი იყო და არ ივიწყებდა ლოუ-კიკების გასროლას. თუმცა დივიზიონის ყველაზე სწრაფი ხელების მქონე ჯონსონიც აქტიური იყო და ზოგჯერ ძალიან დამაზიანებლად მუშაობდა. Michael Johnson center of the octagon. This is where he needs to step. John Gaethje starting to block it as he brings him that right arm. Oh, he's right hand. He holds to cover up, and Johnson now finding the holes in the what an opening round between Gaethje and სასტიკი დარტყმების სვლა მეორე რაუნდშიც გაგრძელდა, სადაც გეიჯი ნოკდაუნშიც კი მოხვდა. თუმცა რაუნდის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჰაილაიტის ყბა ბევრად გამძლეა ვიდრე ჯონსონის და როგორც შედეგი გეიჯიმ თავისი სადებიუტო ბრძოლა UFC-ში ნოკაუტით აღნიშნა. შეასრულა თავისი საფირმო სალტო და გაიფორმა რიგით მე-18 ზედიზედ გამარჯვება პროფესიონალებში. it's an instant classic no matter what happens. Johnson survived. He can unbelievable battle. Who is next? გეიჯის იმდენად ეფექტური სადებიუტო ბრძოლა ჰქონდა, რომ UFC-ის ორგანიზაციამ მას ამ ბრძოლაში ორმაგი ბონუსი დაურიცხა $100,000 სახით. წარმოიდგინეთ, ჰაილაიტს 18 ზედიზედ გამარჯვება ჰქონდა და ესეთი უმაგრესი დებიუტი UFC-ში და ეგრევე ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას რეალიტი შოუში, სადაც ყოფილ UFC-ის ჩემპიონთან ედი ალვარესთან ერთად მოამზადებდა ახალბედა მებრძოლებს და ბოლოს ამ გადაცემის ბოლოს ისინი ერთმანეთსაც შეხვდებოდნენ. Eddie Alvarez and Justin Gaethje. შეიძლება ითქვას, ეს თანაბარი ბრძოლა იყო თავიდან, პირველ რაუნდში. გეიჯი კარგად იყენებდა ლოუ-კიკებს, შედიოდა ცვლაში და უფრო ერთი დარტყმით ფინიშს ეძებდა. ალვარესი კი ბევრად ჭკვიანურად მუშაობდა და მცირე უპირატესობით ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ბოლო-ბოლო ალვარესი ბევრად გამოცდილი იყო, თან ბირთვულ ფორმაში იყო. მას ახალი წაგებული ჰქონდა მაგ დროს სატიტულო ჩხუბი მაგრეგორთან და პორიესთან კი აკრძალული ილეთის გამო ბრძოლა გააუქმეს.
ბრძოლის გიჟური ტემპი მეორე რაუნდში ცოტათი შემცირდა, თუმცა ჩხუბი მაინც ძალიან სანახაობრივი და აქტიური იყო. ამ ბრძოლის მონაკვეთში ალვარესი უკვე აშკარად უკეთესი იყო, თუმცა გეიჯი არ ნებდებოდა და მაინც წინ მიიწევდა. ომი გაგრძელდა მესამე რაუნდშიც, გეიჯიმ დაიწყო ალვარესის ფეხების დასხრილვა თავისი ლოუ-კიკებით. ის არ ჩერდებოდა იქამდე, სანამ არ წააქცია ედი. თუმცა არ გაყვა მიწაზე და მსაჯმა ალვარესი ფეხზე აყენა. ორივე მებრძოლი ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ არც ერთი წამით არ ჩერდებოდა. დაუნდობელი და თანაბარი ჩეხაობა იქამდე გრძელდებოდა, სანამ ალვარესმა კლინჩში წარმატებულად მუხლი გამოიყენა და დაანოკაუტა დაუმარცხებელი ჯასტინ გეიჯი. ჰაილაითი ცხოვრებაში პირველად დამარცხდა, მაგრამ უმაგრესი და სანახაობრივი ბრძოლისთვის მიიღო ბონუსი. თვითონ შეხვედრა კი გულშემატკივრების აზრით წლის საუკეთესო ბრძოლად იყო აღიარებული. ყოველთვის ვიძახდი, რომ ადრე თუ გვიან მე დავმარცხდები. სწორედ ასეთ მარცხს ვისურვებდი, უკომპრომისო და დაუნდობელ ჩეხაობაში და ეს სურვილიც ამიხდა. თავისი პირველი მარცხის მერე გეიჯი შეხვდა დასტინ პორიეს და დამარცხდა ნოკაუტით. ამ ბრძოლაზე ძალიან კარგად მაქვს ახსნილი დასტინ პორიეზე დოკუმენტურ ვიდეოში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ბევრ საინტერესო რაღაცას გაიგებთ და აი წარმოედგინეთ ორი ზედიზედ მარცხი და ორივეში ისე მაგრად იჩხუბა გეიჯიმ, რომ ორივეში ბონუსი დაიმსახურა. პორიე კიდე თავისი განადგურებული ფეხებით პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა სამკურნალოდ და ბოლოს ინტერვიუში თქვა, რომ ესეთი ზიანი ფეხებზე მას არასდროს არავისთან არ მოსვლია და აი ეხლა იწყება დაუმარცხებელი სერია, გეიჯის ნოკაუტებით დაუმარცხებელი სერია, რომელმაც ის გახადა დროებითი ქამრის მფლობელი და მიიყვანა ჰაბიბ ნურმაგომედოვთან სატიტულო ბრძოლით. 2018 წლის 25 აგვისტოს ორი მარცხის მერე გეიჯი ხვდება დივიზიონის მე-10 ნომერს ჯეიმს ვიკს. რაუნდის პირველი წუთი მებრძოლებმა დაზვერვაში გაატარეს და როგორც კი ჰაილაითმა მიზანი გაასწორა, გაისროლა უძლიერესი მარჯვენა ოვერჰენდი და გაუშვა ჯეიმს ვიკი ღრმა ნოკაუტში. რა თქმა უნდა, ასეთი ფინიშის მერე ჯასტინმა მიიღო ბონუსი და შეიძინა ზღვა გულშემატკივარი. Who's next? 2019 წლის 30 მარტს ჯასტინი ხვდება დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სტრაიკერს და დივიზიონის მე-6 ნომერს ედსონ ბარბოზას. გეიჯიმ რაუნდი დაიწყო თავისი საფირმო ლოუ-კიკებით. თავიდან ბარბოზამ თითქოს ჩეხაობა ცადა, მაგრამ ჰაილაითმა ის კლინჩი დააწყნარა. რის მერეც კარგად იცავდა დისტანციას და როცა იყო საშუალება, სწრაფად ამოკლებდა მანძილს საშინელი დარტყმების კომბინაციით. რაუნდის შუაში, როდესაც ბრაზილიელი გაურბოდა ჰაილაითს, გეიჯიმ უსაშინლესი ოვერჰენდი გაისროლა, რომელიც პირდაპირ მიზანში მოხვდა ბარბოზას. ეს იყო ულამაზესი ნოკაუტი, რომელმაც ჯასტინს მორიგი ბონუსი მოუტანა. – 2019 წლის 15 სექტემბერს გეიჯი ხვდება დონალდ სერონეს, რომელიც იყო ჯასტინის მეგობარი და უმაგრესი ვეტერანი მებრძოლი. პირველივე რაუნდში ჰაილაითი კარგად იჭერდა დისტანციას და როდესაც საქმე მიდიოდა დისტანციის შემცირებაზე, ის ბრუტალურად თავს ესხმოდა კოუბოის. რაუნდის ბოლოს ჯასტინმა უძლიერესი დარტყმით დაანოკდაუნა თავისი ძველი მეგობარი და ჩაყვა სადაც დააფინიშა, თუმცა მსაჯი არ აჩერებდა შეხვედრას და ის იძულებული გახდა კიდევ გაესროლა რამოდენიმე დარტყმა, რის მერეც პრეტენზია გამოთქვა რეფერის მიმართ. Gaethje has him down. It's over. Justin Gaethje. I don't ever want to do that again. I never want to fight you again, motherfucker. Luke Shores, man, go have some fun, brother. I'm having fun with you tonight. All right, guys. ამასობაში ჯასტინი იკავებს რეიტინგში მე-4 ადგილს. მაგ დროს კონორ მაკგრეგორის დაბრუნდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და 40 წამში გაანადგურა სერონე. თითქოს პრომოუშენი აპირებდა ამ მებრძოლების დაჯახებას ერთმანეთში, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა. შემდეგ პანდემიის გამო ორგანიზაციაში ბევრი რამ შეიცვალა. UFC 259-ზე ტიტულზე ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ სატიტულო ბრძოლით ჰაბიბი და ფერგუსონი, თუმცა დაღესტნელი პანდემიის გამო ვერ ჩავიდა და პრომოუშენმა დროებითი ტიტული გაათამაშა ჯასტინ გეიჯის და ტონი ფერგუსონის შორის. ფერგუსონი მაგდროს დაუმარცხებელი იყო. UFC-ში ის ზედიზედ 12 გამარჯვებით მოდიოდა. ამ ადამიანზე ცალკე გადაცემაში ვისაუბრებ, რადგან ამ მებრძოლზე მართლა ბევრი არის სალაპარაკო.
ამ შეხვედრის პირველი რაუნდი მებრძოლებამ მთლიანად დგომში გაატარეს. ფერგუსონი კი ახერხებდა შეტევებს, მაგრამ გეიჯი მას სვლაში ძალიან ძლიერი და დამაზიანებელი დარტყმებით ხვდებოდა. პლუს ამას ის არ ივიწყებდა თავის ბასრი ლოუ-ქიკებით მუშაობას. და როგორც შედეგი, ჰაილაითმა ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდში გეიჯი კიდევ უფრო დამაზიანებელი იყო. ის ნელა და ეტაპობრივად ანადგურებდა ამ სპორტის ლეგენდას. აქაც სპორტსმენებმა ბრძოლა მთლიანად დგომში გაატარეს. თუმცა რაუნდის ბოლო წამებზე ფერგუსონმა უსასტიკესი აპერკოტი გაისროლა და გეიჯი ნოკდაუნშია. მაგრამ ეს რაუნდის ბოლო წამებზე იყო და მან საქმე ფიზიკურად ბოლომდე ვერ მიიყვანა და ამ მონაკვეთშიც ჰაილაითმა რაუნდი თავის სასარგებლოდ წამოიღო. მესამე რაუნდშიც ჩვენ ვერ ვნახეთ ჭიდაობა. აქაც გეიჯი ბევრად ეფექტურად და დამაზიანებლად ჩხუბობდა. ფერგუსონს დაზიანება სახეზე ეტყობოდა, მაგრამ ის როგორც ნამდვილი მეომარი მაინც იბრძოდა და ეძებდა ფინიშს. გეიჯის დომინაცია მეოთხე რაუნდშიც გაგრძელდა. ის ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა ხაზს გაუსმეო ტონის ხასიათს, რომელიც ამდენი დაზიანების მიუხედავად პიტბულივით მაინც წინ მიიწევდა და მაინც ახერხებდა შეძლების დაგვარად აქტივობას. მიუხედავად ზიანის და 4 წაგებული რაუნდის, ფერგუსონი მაინც მხნედ გამოიყურებოდა და მეხუთე რაუნდში გავიდა საბრძოლო განწყობით. თუმცა გეიჯი შეუჩერებელი იყო. მან იმდენი დამაზიანებელი დარტყმა გაუტარა ტონის, რომ საჯმა ვეღარ გაუძლო ლეგენდის სემის ყურებას და გააჩერა შეხვედრა. ჰაილაითმა ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა ტონის 12 გამარჯვებიანი სერია და მოიპოვა როგორც ბონუსი, ასევე დროებითი ტიტული. ფერგუსონზე გამარჯვების შემდეგ გეიჯიმ დროებითი კამარი მოისროლა და თქვა, რომ წელზე ის მხოლოდ ნამდვილ ტიტულს მოიხვევს, რომელიც ეხლა დაღესტანშია. ასევე ჰაილაითმა რეკორდი მოხსნა დივიზიონში, სადაც 7 ბრძოლაში 9 ბონუსი მოიპოვა. 2020 წლის 24 ოქტომბერს ჯასტინი ხვდება ნამდვილ ტიტულზე ჰაბიბ ნურმაგომედოვს. რაუნდის პირველი 1 წუთი მებრძოლებმა დაზვერვაში გაატარეს. პირველი მეტოქისკენ გეიჯი დაიზრა და დაღესტნელი რა თქმა უნდა ცდილობდა ჯასტინის მიწაზე გადაყვანას, მაგრამ ეს მას არ გამოუვიდა და სპორტსმენებმა დგონში დაუშვეს ერთმანეთს. ეს იყო თანაბარი ჩხუბი, თუმცა რაუნდის ბოლოსკენ ჰაბიბმა მაინც მოახერხა ჰაილაითის დათეიქდაუნება, სადაც აკონტროლებდა გონგის ხმამდე. მეორე რაუნდში სპორტსმენებმა დგომში გაცვალეს რამოდენიმე დარტყმა და ჰაბიბმა მალევე გადაიყვანა ჯასტინი მიწაზე, შეუკრა კისერზე სამკუთხედი და გეიჯი დანებდა. თუმცა მსაჯმა ვერ დაინახა ეს მომენტი და ცოტა მოგვიანებით გააჩერა ბრძოლა. ჰაილაითი გაითიშა, დაღესტნელი კი ოქტაგონის ცენტრში ტიროდა თავისი მამის გარდაცვალების გამო. თან ეს მისი ბოლო ბრძოლა იყო. როგორც კი გეიჯი მოსულიერდა, ის მივიდა ნურმაგომედოვთან და პატივისცემა გამოხატა მის მიმართ. მარცხის მერე გეიჯი მეტწლიანი პაუზა აიღო. 70 კილოგრამში კი ბევრი ცვლილება მოხდა. ჩემპიონი ჩარლზ ოლივერა გახდა. ტოპ 5-ში კი დაემატა ყოფილი ჩემპიონი და ბელატორის ვარსკვლავი მაიკლ ჩენდლერი, რომელსაც ჭირდებოდა სახელის მოსახვეჭად სერიოზული ოპონენტი. მან გამოიწვია ჩვენი გადაცემის გმირი და ეს ბრძოლა შედგა 2021 წლის 7 ნოემბერს. ეს შეხვედრა 3 რაუნდს გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ყველა ელოდა სასტიკ ჩეხაობას, რადგან ორივე მებრძოლი სტრაიკერი იყო და ასეც მოხდა. ამ შერკინებაში ჩვენ ვნახეთ ორივე მხრიდან ნოკდაუნები და ბრუტალური დარტყმების ცვლები. მართალია შეხვედრა ფინიშის გარეშე დასრულდა, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ომი მოგვიანებით იქნა დასახელებული წლის ბრძოლად, სადაც ჰაილაითმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა გამარჯვება და მორიგი ბონუსი დაიმსახურა. ამ გამარჯვების შემდეგ გეიჯის კიდევ მიეცა ერთხელ სატიტულო ბრძოლის შანსი და ის შეხვდა ჩარლზ ოლივერას. სხვათა შორის ამ ბრძოლაზე კარგად მაქვს ახსნილი ჩარლზ ოლივერას ფილმში. იქამდე გეტყვით, რომ გეიჯი დამარცხდა მახრჩობელი. ამის მერე გეიჯი კიდევ ერთი წლით გაქრა და როდესაც ყველას ეგონა, რომ გეიჯის მატარებელმა ჩაიარა, ის გამოჩნდა და შეხვდა ახალგაზრდა რაფაელ ფიზიეს, რომელიც UFC-ში მოდიოდა 6 ზედიზედ გამარჯვებით. მოკლედ ეს ბრძოლა 3 რაუნდიანი იყო ფინიშის გარეშე.
პირველ რაუნდში ფიზიევის შედარებით უკეთესი იყო, დანარჩენი ორი რაუნდი ჰაილაითმა თავის სასარგებლოდ დაასრულა და როგორც შედეგი მან ეს ბრძოლა მოიგო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. შემდეგ გეიჯიმ გამართა BMF-ის ტიტულზე ბრძოლა პორიესთან, მოკლედ მართლა დასწრეს მან ნოკაუტით მოიგო, ესე ხტია ფეხი, ხო და მე ეს კამარი დაკარგა მაქს ჰოლუეითან და სპეციალურად ამ BMF-ის კამარზე გავაკეთე ერთი გადაცემა, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ, ბევრ საინტერესო რაღაცას გაიგებთ თუ ვინ შექმნა საერთოდ BMF-ის კამარი და როგორ იბრძოლა გეიჯიმ ამ ბრძოლებში და ბოლოს ისევ რაფაელ ფიზიევს წელს შეხვდა და ანალოგიურად წარიმართა ყველაფერი, 3 რაუნდი იბრძოლეს ბიჭებმა. ისეთი თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ გეიჯი მაინც უკეთესი აღმოჩნდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მან ფიზიევს თავის სარევანშო ბრძოლა მოუგო. ეხლა კი თქვენ ყველაფერი იცით ჯასტინ გეიჯის შესახებ და იმედი მაქვს რომ ეს ვიდეო მოგეწონათ და დამიწერეთ კომენტარებში როგორ ფიქრობთ თუ შეხვდებიან ერთმანეთს ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ეს დასრულდება ისევ ილია თოფურია სასარგებლოდ ნოკაუტით თუ ჯასტინ გეიჯის აქვს რაღაცა შანსები. აი ხა მე და დუსო ფიქრობთ რომ პირველივე რაუნდში გათიშავს ილია თოფურია. თქვენ დაწერეთ თქვენი კომენტარები, იმიტომ რომ თქვენი კომენტარები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დუსო კიდევ გიხდით მადლობას თბილ კომენტარებისთვის ამის მიმართულებით. მე ამით გემშვიდობებით, დროებით. დუსო ახალი გათავისუფლებულია, სიმონ გაზია, იმინა გაზიანია, დუსკინა სიმონ გამოდის, სიმონ ხოძეა და შვები ბიჭო და დაჯექი? აი ესე რა, როცა მე და შენ მარტო ვრჩებით, კარგად იქცევი და კამერაზე იმენა წანცარებ, მებრძოლი ხარ, შე ბრძოლაზე მიყავს გადაცემა ბოლო-ბოლო, ცოტა დასტოინად მოიქეცი ძმაო რა. დუსო Arate. Wow, daughter, super accepted.